მადლობა. შევიდეთ? ინიკ ამ წამს ჩავედით. შემდეგზე შენც წამოთორე მართლა გეჩხუბები. შემდეგ გპირდებით, თქვენთან ვარ. წინაზეც ეგრე არ თქვი? კაი, დავლაგდებით ჩვენ და ფოტოებს ჩაგიყრით მერე. რაღა ფოტოები ჩვენს vlogs უყუროს? აუ არა რა. მაინც აპირებს vlogs? კიდე თან ხანდახან ლაივებშიც გავალთ ხოლმე. მე ნუ გამომაჩენთ. ვლოგი ასწორებს. აუ ისე მეც არ გამომაჩინოთ. აუ, საიდან გცნობენ? მეც ხო ვაკეთებდი vlogებს რაღაც პერიოდი. და მაქედან გცნობენ? ხო, რა იყო? აი ხო არაფერი. აი, დავლაგდეთ ნომრებში და რამე გემრიელობები ვიჭამოთ, ხო? აუ კი რა შევიდით. ძალიან მოვშვიდა გზაში. აუ მე ნომერიც მაინტერესებს. უბრალოდ ერთი საწოლი დასამატებელი იქნება. რობოტის ციხე ახლოსაა. არ ვნახოთ? აუ კი, მიყვარს ეგეს ადგილებში სიარული. უსე წარმოვიდგენ რომ მე-19 საუკუნეა და წარმოვიდგენ რა ხდებოდა მაშინ იქ. ეგრე დაჯიქი სახში. თვალები დახვჭე და გააცოცხლე რაც გინდა. სად ადგილზე რო ხარ და აი სად სახში. ისე შენი კომენტარი მეუცნაო რა. რაზე? გოგოებს რა უთხარი vlog-ი ასწორებსო. რა ხდება თქვი ახლა? რამე გამოგჩა? პროექტი ბაჭია 7. დაიწყო ტონკროზობა. რა მოხდა თქვი? ეს ხო ყველაფრის ხალის გაგიფუჭებს. კაი, რა დასხეთ, რა არის ბაჭია 7? მოკლედ, რაც გოგოებმა შექმნეს ლოგის პეიჯი, იმ დღიდან გვეგმავ ამას. რას? მაცდი! პირველი დღიდან ულაიქებ ვიდეოებს და ფოტოებს და კომენტარს ვუწერ. და არის შენო შენ ხარ? არა, ბაჭია 7 მაწერია და ისინი მთვლიან მათ ერთ-ერთ პირველ გამოწერად. და რას გვაძლევს ეგ ინფო? რას გვაძლევს და აუ ხშირად ვარ თქო შავად კვირას აწტეთლებს რა. არა მგონია ყოველ შაბათ-კვირას თუ შევძლებთ სიარულს. მაგრამ კარგი ტრადიციაა. ხო, მეც მომწონს. თვეში ერთხელ გავიდეთ ხოლმე სადმე ქალაქ გარეთ. აუ გასვლაზე გამახსენდა, არ გავიდეთ ლაივში. თან გამოწერებს ვკითხოთ ახალციხიდან როგორი ვიდეო მოეწონებათ, რა ვნახოთ და ასე შემდეგ რა. აუ, კი. ჩართე. აუ ნახეთ რა მაგარი აუზია, დღეს ჩავიდეთ რა. აუ, მოდი აქედან გადი რა ლაივში. მოიცა მიკროფონიც შევრთოთ. აბა, მზად ხართ? კი. ჰეი გამომწერნო და არ გამომწერნო, მე ნია და მარიამი რამდენიმე წუთის წინ ჩამოვედით ახალ ციხეში, ახალ ციხე ინსასტუმროში. ვა, უკვე სამი კაცი გუყურებს. ბაჭია 7 შემოვიდა. სამი ბაჭია 7 მოკლედ. როგორი vlog-ის ნახვა მოგეწონებოდათ ახალ ციხიდან? თქვენი იდეები გვაინტერესებს. თან ლაივშიც გავალთ ხოლმე შიკადაშიკ. 10 მაყურებელია უკვე? წერენ უკვე იდეებს.
აუ, ის ვიდეო გადაიღეთ ერთი დღე ვასრულებთ გამომწერების ნათქვამებს. რა სიტყვით? შეიძლება. არა, ცუდი აზრი. კაი, იყოს ეგრე და ბანემ პირველი რა გავაკეთოთ, იქნებ ლაივში ვეკვითხრათ. აუ, ჯერ ამე გემრიელობები ვჭამოთ რა. ხო, თორე გზაში ის ჩიფსიც ვერ შევჭამე, ალექსანდრეზეთ რომ ეჭდა და თვითონაც რომ ვეპროვლობდა. ბაჭიაშვილი გვწერს, რაბათის ციხე დაათვალიერეთ, საინტერესო იქნება. შვენიერი აზრია. ვუთხრათ ბიჭებსაც და წავიდეთ. მალე შევხვდებით. მადლობა ბაჭიაშვილი, მართლა საინტერესო ადგილი გვირჩიე. ციყვით 15 გვწერს. ტოტები აიღეთ და გაითამაშეთ, ვითომ რაბათის ციხეს მტრები თავს ესხმიან და უნდა დაიცვათ. ეს კაი მოიფიქრეთ, ციყვით 15. არაფრის. დათვიათის კომენტარი ნახეთ ახლა. თქვენს შორის ყველაზე სწრაფი რომელია რაბათის ციხეს ერთი წრე დაარტყით სირბილით პირველი ვინ იქნება. მე მოგასწარით. გულე მომივარდება ახლა. მე ვერ დავინახე პირველი რომელი იყო და ერთ წელსაც ხომ არ გაიქცეოდით. აი საღოლ, გამოწერებთან ერთგულობას ამას ქვია. აუ, ნუ გვეკაიფებით, თორე შემდეგში თქვენც გამოგეკიდებით. კაი, ვსო, წავედით. ცოტა ამოისუნთქეთ და რამე ვჭამოთ. ბევრი ფიზიკური აქტივობა მოგიწიათ. წერან მოუყარი ყური დღეს ნაძვისხის ანთება არისო. ეი, მე მიყვარს ნაძვისხე და ახალი წელი. არ მგონია ლაზარეს ახალი წლის სიყვარულის გამო მოეწოდებინა ეგ ინფორმაცია. აი ადამიანი რო გიცნობს. მართალი ხარ ალექსანდრე? აი ვქარ ხა ბაჭიაშვილს დავაწერნებ ნაძვისხე გადაწყვეტ ან რამე ეგეთი. ან გრინჩივით მოგიპარეთო? არა, ეგეთი ბოროტებიც არ ვართ. აბა, რა მოიფიქრე? დავუწეროთ რომ ემილია მიმღეროს ნაძვისხის ანთებაზე. აუ, როგორ შერწყვა, უკვე მეცინება. და რომ არ იმღეროს? ეგრე გამოვა რომ გამომწერების სურვილებს არ ასრულებენ და დაფეილდებიან. მოიცა მოდიან. კაი ხო, ჩუმოთ. რა შვებით შეუკვეთეთ რამე? არა, თქვენ გელოდებოდით. აუ, როდიდან გახდით მსმენელები? ცოტა ხანში ნაძვისხის ანთება რომ არის, იცით?
აუ, გამომწერებს შეტყობინება გავუგზავნოთ, რომ ლაივში გავიდეთ. მალე ნაძვის ხე აინთება და რა გავაკეთოთ, კითხოთ. მიდი. გავაგზავნო ყველა. თქვენ რომ არ ყავართ გამოწერილები? რა შეტყობინებებია? როგორ არა გამოწერილები ყავხართ? არა, მეგობარი როცა გიწერს ცალკე ხედავ მაგას. რა ხდება ლაზარე და ალექსანდრე? არაფერი. ბაჭიაშვილი შენ ხარ? არ შევუკეთოთ რამე, თითქმის მთელი დღე არ გვიჭამია. ალექსანდრე და თქვენ რა გაწერიათ? სეუთხუთმეტი. დათვიათი. მოიცა, შენ გვარბენინე დღეს? და შენ კიდე ჯოხებით გვაჩხუბე? კარგით, ნუ გაგიჟდებით ახლა უწყინარი ფრენკი იყო. სულ თქვენ გვიჩალიჩებთ ხოლმე და ახლა ჩვენ გავერთეთ. კიდე კაი ბოლო ფრენკი ჩაიშალა, თორე ალბათ მოგკლავდით. მოიცა, რა იყო ბოლო ფრენკი? ისეთი არაფერი. ლაზარე თქვი? უნდა დაგვეწერა რომ ნაძვის ხის ანთებაზე ემილი სიმღერა და ჩვენ ვიცინებდით შენ რომ გაწითლებოდი. და რატომ გონია რომ გავწითლდებოდი? კაი რა, მორწყვი ხარ და მაგიტომ. დარწმუნებული ხარ? ხო, შეიძლება ხმა კანკალებოდა და ვლოგისთვის კარგი მასალა გექნებოდა. ჩართი ლაივ. სად მიდიხარ? ემილი, სად მიდიხარ? სად წავიდა? არ ვიცი, ლაივი ჩართეთო. არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს
მოიცა კარს გავხსნა. საოცარი რა არის არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარული